მოგესალმებით. მოგიგითხავთ თითოეულ თქვენთაგანს ძალიან დიდი სიყვარულით და მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა. ესეთი თემა ვფიქრობ, YouTube არხზე არ მქონია, ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ეტაპზე ესეთი გაშლა არ მახსენდება, რომ გამეკეთებინოს. ხო, და თემა ეხება რას? როგორი ენერგეტიკა გაქვთ სახლში? ნახოთ. თუკი დიაგნოსტიკა აჩვენებს, რომ სახლი გასაწმენდი გაქვთ, არ არის ჯანსაღი და კარგი ენერგიები, იმიტომ რომ სახლი ეს არის ჩვენი ის სივრცე, რომელიც ინახავს ჩვენ სულიერ სიმშვიდეს, ჩვენს წარმატებას, ფინანსურ ენერგიას, აღდგენა სახლში ხდება ჩვენ საყვარელ სივრცეში და იქ თუ არ არის ეს ყველაფერი, თუ არ არის სიმშვიდე, თუ არის ქაოსი, ხო, რა თქმა უნდა, იქ პროდუქტიულობა და წარმატება არ ჩერდება. ვერ იჭერთ ამ ენერგიას, იმიტომ რომ არ არის ეს ყველაფერი, ვერ აგროვებთ, იმიტომ რომ როგორც კი შეგაქვთ, მომენტალურად ნიავდება. როგორც კი შეგაქვთ, მომენტალურად ნიავდება. ნახოთ, თუკი თქვენი სახლი საჭიროებს გაწმენდას, რა თქმა უნდა, ამასაც გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენ სახლს, იმიტომ რომ შიგნით ენერგია არ ვარგა. მისახედია. ნახოთ. ნახოთ. პირველი ვარიანტი. როგორი ენერგეტიკა გაქვთ სახლში და მეორე ვარიანტი. როგორი ენერგეტიკა გაქვთ სახლში. ორი ვარიანტით ნახავთ. პირველი ვარიანტი. წითელი ამონიტი, წითელი იასპის ნიჟარა და მეორე ვარიანტი უკვე არის ამონიტი. დახუჭეთ თვალები და გითხეთ სამყაროს, როგორი ენერგეტიკა მაქვს სახლში. რა ხდება ჩემთან, ჩემს სივრცეში, ჩემს სახლში, ჩემს კარმიდამოში. და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი. წითელი იასპი, როგორი ენერგეტიკა გაქვთ სახლში. კვერთხების ტუზი. შემიძლია გითხრათ, რომ სახლში ძალიან კარგი შესაძლოა ახლა ხანს ჩაატარეთ წმენდა. გამარჯობა ჯგუფის წევრებო. ზისკარელებო. ნახეთ, აქ მაჩვენებს, რომ განახლებული ცეცხლის უბრალოდ განახლებული ენერგია არის. თითქოს სახლის სული მადლიერია, რასაც დამავოის ვეძახით. კმაყოფილია. ახლა ხანს გაკეთდა წმენდა, ახლა ხანს გასუფთავდა იქ ენერგეტიკა. ან ყოველ შემთხვევაში მაჩვენებს, რომ თქვენ ამას ძალიან უფრთხილდებით, მაგრამ იცით რატომ მგონია, რომ წმენდა ახლა ჩატარდა და როგორ გავაგენი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ გუშინ წინ მქონდა ბელთაინის დღესასწაული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის 1000 ცეცხლის ღამე, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით და რატომ მივხვდი, რომ ჯგუფის წევრები მყავხართ პირველ ვარიანტში. ამ ცეცხლს თქვენს რეალობაში აუცილებლად ააკაშკაშებდით. მაგრამ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, არ მისმენდეთ ჯგუფის წევრები. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაჩვენებს, რომ თქვენ სახლში ენერგეტიკა ახლა არის განახლებული, გასუფთავებული, იზიდავს პოზიტიურ და კეთილ და დადებით ასპექტებს, რაც ცხოვრებაში თქვენ ახლა ძალიან გჭირდებათ. ასე რომ მე ძალიან მომწონს თავისუფლად სუნთქავ ამ სახლში. თავისუფლად სუნთქავ ამ სახლში. და რჩევა პირველი ვარიანტი ხშირად გაწმინდეთ სანთლით, განსაკუთრებით შავი სანთლით. ეს თქვენ სახლს ძალიან მოსწონს. კიდევ ნახოთ, როგორი ენერგეტიკა გაქვთ სახლში. პირველი ვარიანტი. რა საინტერესოა, შეხედეთ რა. შეხედეთ. ორი განსხვავებული კვერთხების ტუზი და პენტაკლების რაინდი. სახლში სული გყავთ, სახლის სული.
სახლის სული გამოვიდა კონტაქტზე. რისი თქმა სურს სახლის სულს თქვენთვის? გზიანების დასები. მადლობა რომ ესე მაგცევ ყურადღებას, მადლობა რომ მომჩნევ, მადლობა რომ იცი სად ვარ, მადლობა რომ მივლი, მადლობა რომ გრძნობ. თქვენ გრძნობთ ერთმანეთს. მე არ ვიცი ვინ მისმენს პირველ ვარიანტში, მაგრამ თქვენ გრძნობთ ერთმანეთს. და თქვენი სახლის სული თქვენი მადლიერია და გეუბნებათ რომ მადლობა. მადლობა. მე გხედავ შენ. მე გრძნობ შენ. მე ვიცი შენ ვინ ხარ. იცავ სახლს. იცავ სახლს. ფამილიური. მეგობრებო, ეს საოცრებაა. ჩამოკიდებული კაცი და ფამილიარი. თქვენი სახლის სული მელაპარაკება. თქვენი სახლის სული მელაპარაკება. თქვენი დამავოია კონტაქტზე. ой, იმას ვინც ამ სახლში ცუდი თვალით შემოვა. ой, იმას ვინც ამ სახლში ცუდი ფიქრებით შემოვა. ძალიან ონავარი სახლის სული გყავთ, იცით, თქვენთან არის ესეთი კეთილი და საყვარელი, მაგრამ აკვირდება ყველას, ვინ შიგნით შემოდის. როგორ აკვირდება. და რა ემართება იმას, ვინც არ მოგწონს? რა ემართება იმას, ვინც არ მოგწონს? არკანის სამართლიანობა. არკანის სიკვდილი, საოცრება, მეგობრებო, რა ემართება? ექვსიანების ხმლები. ადამიანი, რომელიც შემოდის თქვენს სახლში ცუდი ფიქრებით და ცუდი ენერგიებით, ისინი კარგავენ რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანს. ან ვიღაცას ძალიან მნიშვნელოვანს. დამაშრიალა. პირდაპირ კონტაქტზე ხარ, ვიცი. ისინი კარგავენ. რა განწყობითა ჩემოდიან და ვთქვათ არ მოსწონთ ის, რომ შენ კარგად ხარ, წარმატებული ხარ. სულოდნავი შურიც კი, გაუცნობიერებელი შურიც კი. და ადამიანები მომენტალურად ბუმერანგს იღებენ. ეს რა საოცრებაა. აი ასეთ სახლის სულს უნდა ემეგობროთ და სუგულში უნდა იხუტოთ და ეს არის საოცრება. თქვენ სახლში ცოცხალი ორგანიზმი გყავთ, რომელიც შემოვიდა ვინმე ნეგატიური ემოციებით და ენერგიებით თქვენთან მიმართებაში, სულ პატარაზე დაიბოღმა. ადამიანი კარგავს. ჯერერთი აგდებს თქვენი სახლის სული იმ ადამიანს. თითქოს აღარ მოდიან ეს ადამიანი, ვეღარ მოდიან თქვენამდე.
რას კარგავენ ეს ადამიანები? თუ თქვენთან ცუდი ენერგიები ჩემოდიან. ძალიან ონავარი. აიცით როგორი ენერგიები მოდის? ვერ გიხსნით. ადამიანები, რომლებიც თქვენთან ცუდი ფიქრებით და ცუდი ემოციებით შემოდიან, კარგავენ საღგონებას, საღაზრს, შიშულდებიან, მათი ჩრდილები ზედაპირზე ამოდიან, მათი უარყოფითი ზედაპირზე ამოდის. ვერ ფარავენ ისინი საკუთარ უარყოფითს. თქვენი სახლის სული არის როგორც სკანერი. ასკანერებს თითოეულ შემოსულ ადამიანს და თუ კი დაინახა ეს პარაზიტი შიგნით, აი ზედაპირზე ამოყავს ეს პარაზიტი და ადამიანი თქვენგან რომ მიდის, ეწყება თუ რა თქმა უნდა ცუდი სურვილები და ცუდი ენერგიები ჩემოდა, ეწყება წარუმატებლობა, კარგავს ბალანსს, ყველაფერი სადაც ბალანსი ქონდა თითქოს და შენარჩუნებული, ყველაფერი ენგრევა ადამიანს. დისბალანსი იწყება, კონფლიქტები იწყება, წარუმატებლობები, უიღბლობები იწყება. ადამიანი კარგავს ბალანსს. და გინდათ გითხრათ, რატო კარგავს ადამიანი ბალანსს? იმიტომ რომ ეს ბალანსი მისი არც ყოფილა არასდროს. ის იტყუებოდა ამ ბალანსს. ის იტყუებოდა რომ შვიდია, ჰარმონიულია, ბედნიერია, არ შურს, ყველაფერი კარგად არის. თქვენი სახლის სული ეს არის სკანერი, რომელსაც ადამიანებიდან პარაზიტები ზედაპირზე ამოყავს და სარკეში ახედებს, საკუთარ რეალურ სახეს ანახებს. თქვენს მიმართ როგორ არის განწყობილი თქვენი სახლის სული? კი ვნახეთ, მაგრამ ნახეთ მინდა რომ კიდევ ერთი არკანით ვნახოთ. თქვენს მიმართ როგორ არის განწყობილი? არკანებზე. აკუსის კარელები ხართ. აკუსის კარელები ხართ. როგორ არის განწყობილი და იცით როგორც არის განწყობილი. და გამშვიდობებით. ეს რა იყო? მეორე ვარიანტი. ამონიტი ვინც აერჩია. თქვენ როგორი ენერგეტიკა გაქვთ სახლში? გამოვა თქვენი სახლის სული სასაუბროდ. ცხრიანების თასები. როგორი ენერგია გაქვთ სახლში? მე ერთ რჩევას მოგცემთ. მით უმეტეს თუ ესეთი სტუმრების მოყვარულები ხართ, სტუმარი ღვთისა და ასე შემდეგ. კარიღია. ვის და თუ არა ჩემს მეგობრებს და ჩემს ახლობლებს და ჩემს საყვარელ ადამიანებს თუ არ გაუზიარე ჩემი კარგად ყოფნა, ჩემო ძვირფასო. სახლი არ არის ვაგზალი. და როგორც შემოდის წარმატება, შეიძლება ისევე მალე გავიდეს. იმიტომ რომ უშვებთ სახლში ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს კეთილდღეობას, თუნდაც მინიმალურს, უყურებთ ცუდი თვალით. თქვენ სახლში მე ვკითხულობ ახლა უამრავ პარაზიტს. თქვენ სახლში მე ახლა ვკითხულობ უარყოფით ენერგიებს, რომლებიც გარედან არის შემოტანილი. გარედან შემოტანილი. არ უფრთხილდებით. არ უფრთხილდებით ისე, როგორც საჭიროა. რა ენერგია? და ამიტომ რაღაც თეთრი კედლები, ბეჟი კედლები ჩანს ძალიან ინტენსიურად. ბეჟი, თეთრი კედლები, ღია ფერის კედლები, ღია ფერის კედლები. ბევრი ღია ფერის კედლები.
თქვენი სახლისული როგორ კონტაქტშია თქვენ სახლთან. გეუბნებათ, რომ ყურადღება მომაქციე. შეიძლება ღამით გაძლევდეთ ნიშანს. ამის ნიშანს ყურადღება სჭირდება. ხმაურობდეს. ყურთან სუნთქვა გესმოდეთ. რაღაცებს აუნტრებდეს, აგდებდეს, ცელკობდეს. ნივთებს გიმალავდეთ. მომაქცია ყურადღება გეუბნება. მომაქცია ყურადღება. მოსწონს რაც თქვენ სახლში ხდება. ყველაფერი არა. ყველაფერი არა, ყველა ადამიანი არა. განსაკუთრებით მამაკაცი არ მოსწონს. რაღაც მამაკაცი არ მოსწონს. ამბობს, რომ ხშირად ან თვალი მოდის, ან ისეთი არეული ცნობიერით. არაჯანსაღი ცნობიერით. მოწეული ან წამალი აქვს დალეული, რაღაცა არ არის ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი. არ არის ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი, მეუბნება. საერთო ენერგეტიკა სახლში როგორია? არკანის სულელი. ყველაფერი შედის და გამოდის, ვისაც შიგნით შესვლა და გამოსვლა არ ესარება. ღია ძალიან თქვენი სახლი. ღია. ეს არ არის კარგი. ეს არ არის კარგი. როგორ უნდა დაიცვათ თქვენი სახლი? დამალევინე, რაღაც დამალევინე ითხოვს თქვენი სახლის სული. დამალევინე, დამელაპარაკე. მოიძიეთ თქვენი სახლის სული, ამ მსახურულ ჯგუფში ვასწავლე ხოლმე როგორ უნდა იგრძნოთ, სად არის თქვენი სახლის სული. სასმელი დაუტოვეთ. რძე დაუტოვეთ, ან ალკოჰოლური სასმელი დაუტოვეთ. და დაიმეგობრეთ. უნდა დამეგობრება. სახლს რამდენად იცავს? ეს ძველი სახლის სულია. როგორც შეუძლია იცავს, ვერ მეტყვი რომ არ იცავს სახლს. მაგრამ აქვს პერიოდები, როდესაც ძალიან სუსტია. იმიტომ რომ არ ყვებავთ, არ აქცევთ ყურადღებას. ისე როგორც საჭიროა. დაიმეგობრეთ. პერიოდულად გამოყვებით. მიეცით პერიოდულად სასმელი, საჭმელი. და ყველას ნოუღებთ კარებს. გასაგებია რომ
ადამიანები არ უყვარდებით ასეთ რაღაცებს, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი ენერგია გააქვთ თქვენი სახლიდან და ბევრი თვალებია თქვენ სახლში. არ ვიცი ეს თუ რამეს მოგცემთ და დაგეხმარებათ. მეგი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.